სამი მთავარი რაღაც მაქვს მე გასაკეთებელი. პირველი უნდა ვასწავლო საგნები, ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა, ისტორია. მეორე უნარები უნდა განუვითარო, რომელთა გარეშეც მარტო ცოდნას თურმე არაფერი ფასი არ აქვს. იმიტომ რომ ძალიან განათლებული ადამიანები არსებობენ, რომლებსაც სრული წარუმატებლობა, სრული ფიასკო ხდებათ ხოლმე. ახსენე მეთქი კიდე დღეს. აი, მაგალითად, ადამიანს ნებისყოფა თუ არ აქვს. წასულია მის საქმე. ის პიროვნებადაც ვერ შედგება. ვერც ერთ საქმეს, ვერც განახორციელებს, ვერც ბოლომდე განახორციელებს, ვერც ხარისხიანად გააკეთებს ამ საქმეს. ვერც გაიაზრებს წესიერად. იმიტომ რომ ზოგ გააზრებასაც დიდი ნებისყოფა უნდა. შრომის მოყვარეობა უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს? რა თქმა უნდა ისწავლებოდეს. ეს დიდი ტკივილია ჩვენი სხვათა შორის, ჩავახველებ აქ. მოკლედ, აი ეს ამას დავამთავრებ სულ მოკლედ ძალიან. ესე იგი, აი ეს ნებისყოფა, ეს შრომის მოყვარეობა, მიზანსწრაფულობა, აი ალგორითმის გააზრების უნდა რამდენი ნაბიჯით შემიძლია მივიდე მე ჩემ მიზანთან, როგორ დავგეგმო ეს ნაბიჯები, რა თან მიმდევრობით და ასე შემდეგ. ეს უნდა მასწავლოს მე სკოლამ, ოჯახმაც უნდა მასწავლოს და სკოლამაც უნდა მასწავლოს. და მესამე, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანიც არის და მოდი ასე ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პირველი ორი, ეს არის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება ჩემში. ეს უნდა მასწავლოს დედამ და მამამ უნდა მასწავლოს პირველ რიგში, რომ კარგი ადამიანი ვიყო, რომ არ შევეცადოს სხვისი უბედურების ხარჯზე შევქმნა ჩემი ბედნიერება, არ ვიყო მიმტაცებელი, მომხვეჭელი ყველაფრის, არ ვიყო ენერგეტიკული შთამთქმელი ყველაფრისა, რაც ადამიანს ბედნიერებას აძლევს, ხო? ეს უნდა მასწავლო მე.